დღეს კვირადღია და მინდა გაჩვენოთ სად მიყვავს ხოლმე ის ტურისტები, ვისაც უყვართ ზღვის პროდუქტები, უგემრიელესი კეთდება ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეხლა მივდივართ. მანამდე კი მოგვიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. საკმაოდ ლამაზი ქალაქია ლივორნო, საპორტო ქალაქია და უგემრიელესი თევზი აქვთ. ხმა მივალთ, შევუკვეთავთ და მივირთმევთ. არ ვაპირებდით აქ ჩამოსვლას და მომზადებელი ვარ წამოსული, იმიტომ რომ არ მაქვს წამოღებული მიკროფონი კი, მაგრამ ჯოხი და ესე შემდეგ და ცოტა ალბათ იყანყალებს ჩემი ვიდეო. ხო, ის გემი ჩანს, იმ გემით სიცილიაზე გადადიან ხოლმე. თუ არ ვცდები, საღამოს გადის და დილით უკვე სიცილიაზეა. საკმაოდ დიდი გემია და ის მეორე საკრუიზო გემია. ტურისტები ჩამოდიან და ათვალიერებენ ლივორნო, პიზა, ფლორენციას და მერე ბრუნდებიან უკან. აი, მოვედით ჩვენს რესტორანში. Buongiorno. Buongiorno. Come stai? Va bene? მოვედით. ძალიან კარგი ადგილია. ესეც მოვიდა ჩვენი პირველი კერძი. პასტა. თევზეულით. უგემრიელესია. ზღვის გემო აქვს. ბონო. შემწვარი ზღვის პროდუქტები. ასევე თავისი გარნირით, რაც არის ბოსტნეული, გრილზე შემწვარი. კოკა-კოლა, კაკმაზები, ზეთი, მარილი, რა ვიცი. ღვინო, ალი. იმდენად დიდი თებშები, ანუ ბევრია პროდუქტი, ყოველთვის პირველს ვიყოფთ ხოლმე, ანუ პასტას ვიყოფთ. უგემრიელესია, მაგრამ თითო რომ მიირთვათ, მე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესე ვართ. მე უკვე მეორეს, ანუ ფრიტოს, ვისთვისაც ფაქტიურად მოვედით, ზღვის პროდუქტებს ვეღარ ვქაჩავთ. დესერტიც მოვიდა. მე Buonissimo. და რა თქმა უნდა ესპრესო. იტალიელების ყველაზე საყვარელი ყავა. ძალიან გემრიელად მივირთვით და ფასად შეეხება გადავიხადეთ 80 евро. ყველაფერი იყო, პირველი, მეორე, ტკბილი, ანუ დესერტი, ყავა, ღვინო, კოკა-კოლა და წყალი. ქარია და იმედია ჩემი ხმა ისმის. ეს არის ლივორნოს ცნობილი ტერასა, მასკანი. ულამაზესია ნამდვილად და ღირს ამ ქალაქის დათვალიერება. ეს ადგილი ძალიან ლამაზია შტორმის დროს, უფრო ლამაზი ვიდრე ეხლა. ესეთი სილამაზე გვაქვს ლივორნოში. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც და მოკლედ ყველაფერი, რასაც გული და სული ინატრებს. ლივორნო არის პიზიდან 9 საათის სავალზე ავტომობილით და ხშირად ჩასმული გვაქვს ხოლმე ეს ქალაქი ჩვენს ტურებში. ყველაზე მეტად მაინც იმისთვის, რომ აქ მივირთმევთ აი ესეთ ახალ ზღვის პროდუქტებს.
ზოგადად სვის პროდუქტები უნდა მივირთვათ იმ ქალაქში, იტალიაში ვისწავლე ყოველ შემთხვევაში ეს, რომ უნდა მივირთვათ იმ ქალაქში, სადაც ზღვა არის, რადგან უფრო ახალია. ცოტა მოშორებით მაგალითად სიენაში, სადაც ზღვა არ არის, არ გვირჩევენ თევზის ჭამას, იმიტომ რომ აუცილებლად იქნება გაყინული. შეიძლება გემრიელი იყოს, მაგრამ ისეთი არა, როგორც მაგალითად აქ. იმიტომ რომ აქ ყველა ღამეს მეთევზეები გადიან ზღვაში და იჭერენ თევზეულს და დილით მიაქვთ რესტორნებში. აი ესეთი კარგი ქალაქი გვაქვს ჩვენ. ეხლა ჩამოვიარეთ სტადიონთან, სადაც თამაშია ლივორნოს გუნდი ეთამაშება ვიღაცას, არ ვიცი ვის. დღევანდელი ვიდეო აქ სრულდება. თქვენ კი გთხოვთ დაალაიქოთ ის და გამოიწეროთ ჩვენი არხი.